ბათუმში პირად მცველთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. მისი მიზანი მცველთა პროფესიული უნარჩვევების სრულყოფა და კონკრეტულ გარემოში წარმოჩენა. შეჯიბრი გაიმართა დასაცავი პირის ქვეითად გადაადგილებისას თავდასხმის მოგერიებაში. მონაწილეები ერთმანეთს ხელჩართულ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ. ტურნირში საქართველოს ძალოვანი უწყებებისა და დაცვის სამსახურის გუნდებთან ერთად უკრაინის, მოლდოვას, ბულგარეთის, რუმინეთისა და ბელარუსის გუნდებიც მონაწილეობენ. საქართველოში ეს საერთაშორისო შეჯიბრი პირველად იმართება და მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მასპინძლობს. ჩვენ გვიწევს მუშაობა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოების ხელმძღვანელების დაცვა, არამედ სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტის და მაღალი რანგის სტუმრების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის სამსახურის თანამშრომლები იცნობდნენ, ურთიერთობდნენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, ასევე მათი ჩვენ სულით გამოცდილებას უზიარებთ ერთმანეთს, ვეცნობით და ამ პრაქტიკული გამოცდილების ფონზე ჩვენ ვერ გავჩვენ სამსახურში დაცვის ღონისძიებებს უფრო ორგანიზებულად. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თავიდან იყო უხერხული პირველი პერიოდი, ახლა ალბათ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და შევეჩვიეთ ჩვენც, მეც მაგალითად, მაგრამ ერთი რამ ყოველთვის მაღელვებს, რომ დამორჩილებასთან დაკავშირებით რომ არ დავემორჩილო, მათ ვაყენებ უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ისინი ვალდებული არიან გარკვეული ვალდებულებები შეასრულონ და მათი მოვალეობები შეასრულონ პროფესორად, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ის ვალდებულებები მათ უხერხულობა არ შეუქმნან, რომ ის ვალდებულებები ვერ შეასრულონ. ასეთი ლოგიკა მაქვს და ამიტომ ყოველთვის ვემორჩილებ და ვცდილობ, რომ მათ არ შეუქმნან დისკომფორტი ამ კუთხით.